ხელისუფლების მაღალჩინოსნების საუბრის ამსახველ ჩანაწერებს ბადრი პატარკაშვილი აკეთებდა და დარწმუნებული ვარ ამაზე ბევრად უფრო უარესი საუბრების შედგა. აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ექსპერტმა და ბადრი პატარკაშვილის მეგობარმა გია ხუხაშვილმა ჩინოვნიკების ფარული ჩანაწერების კომენტირებისას გააკეთა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება პატარკაშვილისგან მოითხოვდა ჰოლდინგის შექმნას, სადაც გაერთიანებული იქნებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს რკინიგზა და პატარკაშვილის საკუთრებაში არსებული კომპანია მაგთისა და ტელეკომპანია იმედის წილები. ამ ჩანაწერებიდან ჩანს ამ ხელისუფლების სახე, რომ სახელმწიფო ინტერესი მათთვის არასოდეს არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ წილების გადანაწილებით, ხო, ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესებში, დაკავებულები იყვნენ მხოლოდ იმით, რომ თავისი სკამი შეენარჩუნებინათ. ხელისუფლება ბადრი პატარკაშვილს დაბეჯითებით მოითხოვდა მისგან, რომ შემდგარიყო ჰოლდინგი, რომელშიც ხელისუფლება ჩადებდა სახელმწიფო საკუთრება რკინიგზას, ბადრი პატარკაშვილს ამ ჰოლდინგში უნდა ჩაედო თავისი აქციები მაგთიში და პლუს ამას ტელევიზია იმედი. და ერთად უნდა ემართათ. ეს იყო ხელისუფლების მოთხოვნა მის მიმართ. ბადრი პატარკაშვილმა ამაზე თქვა უარი, აი ცნობილი ფრაზით, როდესაც თქვა, რომ იმედი არ იყიდება და ამის შემდეგ დაიწყო ხელისუფლების მხრიდან მასზე აგრესია. ეს ჩანაწერები მიმდინარეობდა ბადრი პატარკაშვილის სახლში. მე დარწმუნებული ვარ, ამაზე ბევრად უარესი საუბრები შემდგარა და ბევრად უფრო, ესე რომ ვთქვათ, გაშიშვლებული საუბარი.